გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მე ლაშა გურგენიძე ვარ და ეს ქართული ამბებია. მადლობა თითოეულ თქვენგანს აქტიურობისთვის, ვიდეოს მოწონებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. თქვენი წყალობით Facebook-ზე 77,000 გამომწერს გავცდით. და ასევე თქვენი წყალობით მივიწევთ 100,000-ისკენ. 100,000 მადლობა თქვენ და ჩვენს ერთგულ პარტნიორს კროკოს. გადავიდეთ დღევანდელ ამბებზე. შერეკილების სინჯები. ამ ამბავში ცოტა ვრცლად ვისაუბრებთ საკულტო ფილმის შერეკილების შესახებ. ეს ყველასათვის საყვარელი ფილმი გამოსვლის დღიდან არ კარგავს პოპულარობას და არც მომავალში დაკარგავს. ასევე უკვდავია ფილმში გაჟღერებული ფრაზები. თუმცა ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ფილმში შესაძლოა სულ სხვა მსახიობები ყოფილიყვნენ. სწორედ ამაზე გიამბობთ ახლა. ქრისტეფორემ გალობლიშვილი, იგივე ბიძია ბაბუა. ამ როლს ვასილ ჩხაიძე ასრულებს. თუმცა შესაძლოა იგი სულაც არ მოხვედრილიყო ამ ფილმში. რეჟისორ ელდარ შენგელაიას შემთხვევით რომ არ აღმოეჩინა გურიაში, სოფელ აცანაში. ჩხაიძე გერმანულ ენას ასწავლიდა სოფლის სკოლაში. ამავდროულად თეატრის მოყვარული იყო და კინოში გადაღებებზე ოცნებობდა. თუმცა იმასაც ამბობდა, სად მაქვს მე იმის ბედი კინოში ვითამაშო. რეჟისორის წყალობით ის ჯერ კიდევ არაჩვეულებრივ გამოფენაში მოხვდა. შემდეგ კი ბიძია ბაბუას როლზე შერეკილებში. სხვათა შორის ის ერთადერთი მსახიობი იყო, რომელიც სინჯების გარეშე აიყვანეს. ვასილ ჩხაიძეს კი ჰქონდა კოლორიტული გარეგნობა, მაგრამ ხმა არ უვარგოდა. საკმარისია მისი ვიზუალისთვის ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძის ხმა გადაგედოთ და ეგ იყო. შესანიშნავი პერსონაჟი მივიღეთ. ერთაოზ ბრეგვაძის როლს 16 წლის დავით ჟღენტი ასრულებს. ერთაოზი იმდენად განუმეორებელი და სახასიათო როლი აღმოჩნდა მისთვის, რომ მსახიობს სხვა კინოროლი აღარც უთამაშია. რაც შეეხება მარგალიტას როლს, ამ როლზე სოფიკო ჭიაურელიც განიხილებოდა. სიმართლე გითხრათ, ყველა იმდენად შევეჩვიეთ მარგალიტას როლზე არიადნა შენგელაიას, რომ რთული წარმოსადგენია ნებისმიერი სხვა მის ადგილზე. სოფიკომ ამ როლის თამაში ვერ შეძლო. საქმე ის იყო, რომ მსახიობი ზუსტად ამ დროს მუშაობდა ფილმზე ვერისუბნის მელოდიები. აქ რომ წამოსულიყო ვარდოს შესანიშნავ როლს ვეღარ ითამაშებდა. საბოლოო არჩევანი არიადნა შენგელაიაზე შეჩერდა. ასე გვყავს გენიალური სოფიკო ვერისუბნის მელოდიებში და განუმეორებელი არიადნა შენგელაია შერეკილებში. ფილმში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ციხის უფროსის ხუტას გმირი, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს მსახიობი ბორის წიფურია. არადა ეს როლი რეზო გაბრიაძემ სპეციალურად იპოლიტე ხვიჩიასთვის დაწერა. არც კი განიხილებოდა სხვა ვერსია. ხუტა უფროსი უნდა ყოფილიყო იპოლიტე, მორჩა და გათავდა. რაც შეეხება წიფურიას, ელდარ შენგელაიას ის მღვდლის როლზე ჰყავდა ჩაფიქრებული და როცა ფილმის სცენარი წასაკითხად მისცა, ასე უთხრა ყურადღება მღვდელს მიაქციეო. წიფურიამ წაიკითხა მთელი სცენარი და რასაც ქვია, გადაირია ციხის უფროსის როლზე. აქედან მიუდგა შენგელაიას, იქიდან მიუდგა, თუმცა ვერაფერს გახდა. რეჟისორი უარზე იყო. რეზო გაბრიაძემ ეს როლი სპეციალურად იპოლიტესთვის დაწერაო. ასეც რომ არ იყოს, ახლა შენც რომ გაგსინჯო, არიადნა მთლად გადაირევა. დაიღალა ამდენი სინჯებითო. ბორის წიფურიას სახე გაუნათდა. მსახიობი მიხვდა, რომ რეჟისორთან კი არა, მის ცოლთან არიადნასთან უნდა ჩაეწყო საქმე. მივიდა, ეხვეწა, ემუდარა და სინჯებისთვის ცოტა დრო გამოანახინა. წიფურიამ თავადვე იზრუნა ხუტას გარეგნულ სახეზე. კოსტიუმი შეარჩია, გულზე მედალიონი ჩამოიკიდა. ფაფახს, რომელსაც საშინელი სუნი ჰქონდა, ზემოდან რაღაც გაურკვეველი ემბლემა გაუკეთა და მოკლედ ასეთი სახით წარსდგა არიადნას წინაშე, რომელსაც ვიზუალურად ძალიან მოეწონა მომავალი პარტნიორი და ელდართან შეაქო. როგორც ბორისი იხსენებდა, ღამეები არ ეძინა, სანამ როლზე დაამტკიცებდნენ. თურმე მშობლებს მისი მსახიობობა სულაც არ მოსწონდათ და არც ისე სერიოზულად უყურებდნენ მის პროფესიას. მიუხედავად არაერთი სერიოზული როლისა. ხუტას როლზე ნერვიულობისას მამამის დედამისისთვის უკითხავს, რა სჭირს, რას ნერვიულობსო? დედას უპასუხია, კაი დაანებე კაცო თავისი გაჭირვება ეყოფა. რაღაც როლზე გაუსინჯავთ და ნერვიულობს. დაამტკიცებენ თუ არაო? რა ფილმია? რა ჰქვია? უკითხავს მამამის. შერეკილებიო, რომ გაიგო უთქვამს,
შერეკილები თუა მაგროლზე აუცილებლად დაამტკიცებენო. წიფურიას მართლაც დაურეკეს და მიულოცეს ხუტა უფროსის როლზე დამტკიცება. და ბოლოს, ფსიქიატრიული კლინიკის უფროსის ნოშრევანის როლს აბრეკ ხმალაძე ასრულებს. თურმე თავიდან ისიც უარზე იყო. როცა სცენარი წაუკითხავს ელდარისთვის უთქვამს, უფროსი ექიმის როლი არ მინდა, ფსიქიატრიულის პაციენტის როლი მომეცი, ღორს თავისუფლად შემოვახტები და გავაჭენებო. სამწუხაროდ რეჟისორისგან უარი მიიღო, თორე წარმომიდგენია ეს სცენაც რომ ყოფილიყო ფილმში, რა იქნებოდა. ხმალაძემ თავარ როლზე დაამტკიცეს, მაგრამ მისთვის რეჟისორს და სცენარისტს შიგადაშიგ თავისუფლება მიუციათ. სწორედ ამის წყალობით მოხვდა ფილმში რამდენიმე ფრაზა, რომელიც სცენარში არ ეწერა. მაგალითად, აბა გააღე პირი და თქვი და კიდევ ბიგლუკოზა და სხვა მრავალი ფრაზა. ძალიან კარგი ისტორია მაქვს იმ გაფრენილ ურემზე, რითაც შერეკილები გაფრინდნენ. ხო და დამიწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ და სიამოვნებით მოგიყვებით ამ ისტორიასაც. მამაცი გურული ქალები. ამ ამბავში ერთ ძალიან საინტერესო შემთხვევაზე მოგიყვებით და ეს არც მეტი, არც ნაკლები ამერიკაში მოჯირითე გურულ ქალებს ეხება. როგორც იცით, 1892 წელს საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ჩამოვიდა ცნობილი ამერიკელი შოუმენის ბუფალო ბილის წარმომადგენელი. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების ამორჩევა. თავიდან ამერიკაში 10 მხედარი გაემგზავრა. რა თქმა უნდა, გურულებმა იქაურობა გადარიეს. ამიტომ გაიზარდა მათზე მოთხოვნა და მოგვიანებით გურული მოჯირითეების რაოდენობამ 100 მიაღწია. მათ შორის მამაცი გურული ქალებიც იყო. ველური დასავლეთის შოუს მონაწილის ალექსანდრე მხეიძის მონაყოლით ცნობილია ტრიუკი, რომელსაც აკეთებდა თურმე მარო ზაქარეიშვილი კვიტაიშვილისა. ასევე მისი და ბარბალე. ახლა რაში მდგომარეობდა ტრიუკის სირთულე? წარმოიდგინეთ, ჭენების პროცესში მარო აკაზმულ ცხენს ხსნიდა მთელს აკაზმულობას, უნაგირს და მიწაზე ყრიდა. ერთი წრის შემდეგ ბრუნდებოდა, დიდი სიჩქარით გაჭენებული ცხენიდან ჩაურბენდა ნივთებს, აიღებდა სათითაოდ ყველაფერს და ისევ კაზმავდა გაჭენებულზე. ანუ ერთი წამი წარმოვიდგინოთ ამ ნომრის სირთულე. თითქოს დაუჯერებლად ჟღერს. უნდა ითქვას, რომ ეს ტრიუკი დეტალურად და დოკუმენტურად არსად არაა აღწერილი. ამიტომ დიდი ხანი ეჭვს აჩენდა. სანამ არ გამოჩნდა ფიოდორ ტორნაუს მემუარები, რომელშიც ავტორი მსგავს ტრიუკს აღწერდა. იგივე შოუ შეეძლო დაედგა იასე ანდრონიკაშვილს. ეს ცნობილი ჯირითი გაიმართა თბილისში, ერთ მოედანზე, რომლის სიგრძეც 200 მეტრს არ აღემატებოდა. მხედარი გაჭენებულ ცხენს უნაგირს ხსნიდა და ორივე ხელით მაღლას წევდა. შემდეგ ისევ ადგილზე აბრუნებდა და მოსართავებს კრავდა. ეს ყველაფერი იქამდე უნდა მოესწრო, სანამ მოედანს მთლიანად დაფარავდა. ამ აღწერის მიხედვით დასტურდება, რომ მსგავსი ტრიუკის შესრულება თავისუფლად იყო შესაძლებელი. იგივეს აკეთებდნენ გურული ქალები. შორეულ ამერიკაში. მე მაგალითად ეჭვიც არ მეპარება, რომ გურული ქალბატონი ამას შეძლებდა. ბარათაშვილის დუელი. ქართული დუელიანა. ასე ქვია როსტომ ჩხეიძის წიგნს, რომელიც დუელების ისტორიაზე მოგვითხრობს ჩვენს ქვეყანაში. ადრე მოგიყევით ჭავჭავაძის და ნიკოლოზის დუელი. ახლა კი კიდევ ერთი უჩვეულო დუელის შესახებ უნდა მოგითხროთ. მასში მონაწილეობას იღებდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და არც მეტი, არც ნაკლები ბიძამისი, ილია ორბელიანი. საქმე ის იყო, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ძალიან ენაკვიმატი ყოფილა და ხშირად სხვადასხვა უინებს მიმართავდა გასართობად. მისი მსხვერპლი არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამხდარა. ახალგაზრდა თუ ასაკოვანი. მოკლედ, ჩვენი ტატო ყველას ეხუმრებოდა. ასეთი ადამიანის მეგობარი როგორი იქნებოდა? ცხადია, ასეთივე გახლდათ ბარათაშვილის მეგობარი გვარად მაღალაშვილი. ერთი სიტყვით, ეს ახალგაზრდები სისხლს უშრობდნენ ყველას. განსაკუთრებით ამოჩემებული ყავდათ ბარათაშვილის ბიძა, ილია ორბელიანი. ეს ადამიანი ისე გამწარებულა, ისე რომ ერთხელ დუელში გამოუწვევია თავისი დისშვილი. ხომ ტრაგიკული ამბავია, მაგრამ დუელში გამოწვევამ ახალგაზრდებს ახალი ოინისკენ უბიძგა. ამ შანსს ხელიდან გაუშვებდნენ. ამიტომ
დამბაჩები ფუჭი ტყვიებით დაუტენიათ და არ არის რთული მისახვედრი რა მახეშიც გააბეს საწყალი კაცი. როცა დამბაჩებმა გაისროლეს, ბარათაშვილი ვითომ მკვდარი ძირს დაეცა. წამიერად გამოფხიზლებული და თავზარდაცემული ბიძა ბარათაშვილს მივარდნია. იმას კი ვითომ მომაკვდავს თავი წამოუყვია და ძლივს ამოუჩურჩულებია ქიშმიში. რა ქიშმიში გაოგნებულა ილია. ქიშმიში მიდევს ჯიბეში და არ მომპარო. ამოილოღლუღა ბარათაშვილმა და სანამ ბიძამისი რამეს გაიაზრებდა, წამოხტა და გაიქცა. აი ასეთი ლამაზი ამბავი მოგიმზადეთ დღეისთვის. თუ მოგეწონათ, ლაიქის ღილაკი იქვე ქვემოთაა. მოკლედ გამოიწერეთ არხი და არ გამოგრჩებათ არანაკლებ საინტერესო ქართული ამბები. დროებით.